მოგესალმებით ყველას, თქვენი ყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა, ის რაც უნდა იცოდეთ ახლა. ვნახოთ, რაც ვიმუშავებ ესეთი ტასტით და ვნახოთ რა არის ის, რაც უნდა იცოდეთ ახლა. პენტაკლები. არკანის სამყარო, თასების მეფე. ის, რაც ახლა უნდა იცოდეთ, პირველ რიგში ეხება იმას, რომ ეტაპი, რომელსაც ამ წუთას თქვენს ცხოვრებაში გადიხართ, სამყარო ძალიან კარმულ მდგომარეობად აღიქვამს ერთგვარ ბრძოლად თითქოს, ერთგვარ გამოცდილებად, ერთგვარ სიტუაციად, სადაც თავიდან უნდა დაიბადოთ, ანუ მტკივნეული გამოცდილებიდან, აი ნახეთ როგორი წაბლს რო აქვს გარსი ეს რაღაცნაირი ეკლებიანი, ხო? აი წაბლის აი ამ ეკლებიან გარსში იბრძვის აი ამ ერთი წაბლისთვის, ანუ ძღვენისთვის. შეიძლება ეხლა ხართ ვიღაცასთან კონკურენციაში, შეიძლება საკუთარ თავთან ხართ, არც ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ რეალურად ეს არის მოცემულობა, როდესაც თქვენ უნდა მოიპოვოთ რაღაც, რაც არის ეს ფაქტობრივად ეს წაბლის გული რა, ანუ ძღვენი ეს და უნდა დაიმსახუროთ. სხვანაირად, რასაც ახლა თქვენ ბრაუჭებით, რასაც ვერ უშვებთ, რასაც არ ვიცი სიხარბის გამო თუ შიშის გამო ვერ თმობთ, ეს ისედაც ანუ არ გაგიჩერდებათ ხელში თუ ამ რაღაცისთვის არ იბრძოლებთ. აქ არის სამყაროს არკანი, ნახეთ როგორი არკანია აქ არის სიტუაცია, სხვათა შორის ერთი ხაზი აქ ამ გაშლაში შეიძლება ვითარდებოდეს ისე, რომ მამაკაცი, იმიტომ რომ თასების მეფეა აქ, მამაკაცი ვერ თმობდეს მისთვის საყვარელ ქალს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს საყვარელი ქალი მის სივრცეში იყოს, მან ამ ადამიანმა ზუსტად უნდა დაიმსახუროს. აი რაც არის აქ, ხო? ერთი ხაზი ეს არის. თუ ესე არ არის, ნებისმიერი წყალობა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში შეიძლება რომ არსებობდეს, უნდა იყოს აუცილებლად დამსახურებული. აქ არის სამსჯავროს არკანი, აქ არის სიტუაცია, როდესაც სამყაროს უმაღლესი ძალები ცდილობენ თქვენში რაღაცნაირი სიფხიზლე შემოიტანონ. აი ნახეთ როგორი სინათლეა, ხო? ის რაღაცნაირი ჩაკეტილი მდგომარეობა, ის რაღაცა ავადობა, დეპრესია, უიმედობა თუ ასე შემდეგ, რაც გქონდათ. ან მუდმივი კონფლიქტი საკუთარ თავსა თუ გარშემო მყოფებთან, ხო? ეს სიტუაცია უნდა რაღაცნაირად ჩახუროთ, ანუ უნდა მიხდეთ, რომ შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად ომი, კამათი და ბრძოლა საჭირო არ არის, საჭირო არის გაცნობიერება, გააზრება და ამ გააზრებისა და გაცნობიერების შემდეგ 7 ნაბიჯების გადადგმა. რა უნდა იცოდეთ კიდევ ახლა? აი 7-იანი თასები. არ არის საჭირო რაღაცნაირი ზედმეტი სერიოზულობა, აი როგორც ეს ბავშვი დაასდევს ამ პეპელას ერთობა და ამით ხალისობს, აი ეს ყოველდღიური მოვლენები, რომლებიც თქვენს გარშემო ვითარდება, უნდა შეამჩნიოთ, უნდა ისწავლოთ ამის დაფასება.
სამიანი კვერთხები. ორიანი თასები. ხო, აქ არის სხვათა შორის სიტუაცია, წეგან ესე იგი ტყუილ არ მithქვამს ნამდვილად, აქ არის სიტუაცია, როდესაც ოცნებობთ შეიძლება კონკრეტულ ადამიანზე. ან რაღაცა ესეთი სიტუაცია აქ კი ხუთიანი იეროფანტია. მეტლე, ცხრიანი პენტაკლები. აქ სიტუაცია ვითარდება ისე, რომ მოგიწევთ რაღაცნაირი ზღვენის გაღება, იმიტომ რომ აქაც ნახეთ ყურძენი აქვს კალათაში და კრებს ყურძენს. აქაც ესეთი მზესუმზირა უჭირავს ამ მეტლეს ხელში. და აქ კიდევ წყალობას და დალოცვას ითხოვს უმაღლესი პაპისგან, ხო, უმაღლესი სულიერი მოძღვრისგან. ამიტომ აქ რასაც ახლა გადიხართ ცხოვრებაში, შეიძლება არის მდგომარეობა, როდესაც სამყარო გეუბნებათ, რომ თუ თქვენი ცხოვრების გარკვეულ შაბლონს შეცვლით და კონფრონტაციაში არ შეხვალთ ყველასთან, ყველაფერთან და პირიქით ეცდებით, რომ რაღაცნაირი ჰარმონიული ემოციური წონასწორობა შეინარჩუნოთ, შეიძლება რომ დაიმსახუროთ ძალიან დიდი სამყაროსეული წყალობა. არკანის სულელი, კი ბატონო, შანსი, რომ რაღაცა შეიცვლება. ნახოთ კიდევ რა უნდა იცოდეთ ახლა. თასების მეფე მეორდება. თასების რაინდი, არკანი ვარსკვლავი. არკანის სულელი, ხუთიანი ხმლები, ორიანი პენტაკლები, ექვსიანი კვერთხები, ორიანი კვერთხები და შვიდიანი პენტაკლები. აქ კიდევ უნდა იცოდეთ ის, რომ თუ წეღანდელი ხაზი რაც იყო ეს ურთიერთობების ნაწილი, აი აქაც ნახეთ დასტის ბოლოს არის სამსჯავროს არკანი და დაინგრა რაღაც ურთიერთობა, ანუ წეღან უბრალოდ არ მინდოდა რომ რაღაც პირველივე ხაზი რაც წამოვიდოდა ესეთი ყოფილიყო. ანუ ნახეთ სამსჯავრო, სამყარო და არკანი მზე. აქ როგორი სიტუაცია იცით, არკანი კვერთხების ტუზი და ხმლების თასების ტუზი. აქ არის მოცემულობა, რაც ახლა უნდა იცოდეთ. წეღან ტყუილად არ მithქვამს, რომ ძალისხმევა აუცილებლად დაგჭირდებათ. ეს მდგომარეობა, დაბადების მდგომარეობა, ეს არის რაღაცა ხელახალი სიცოცხლე. ეს იქნება ტკივილის გზით. ვინც ჩემს გაშლებს მუდმივად უყურებთ და თვალსადევნებთ, ყოველთვის ვამბობ, რომ არანაირი ტრანსფორმაცია, რომელიც ადამიანების ცხოვრებაში ხდება, არ ხდება კომფორტის ზონაში, წყნარად, მშვიდად, ბებიასთან სოფელში, იქ რაღაცა თბილ ჩაისთან ან ყავასთან ერთად და პლედ შემოხვეული და აბა შენი ჭირიმე და შენ გენაცვალე. ეს არ ხდება. თუ რაღაცა ცვლილებები და მართლა ღირებული და მნიშვნელოვანი ცვლილებები გვინდა რომ ცხოვრებაში, საკუთარ ცხოვრებაში განვახორციელოთ, სხვის ცხოვრების შეცვლა აქ არ არის პრიორიტეტი. მნიშვნელოვანია რომ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი დამოკიდებულება საკუთარი ცხოვრების მიმართ. აი მერე ყველაფერი იცვლება აბსოლუტურად ჩვენს გარშემო. ხო და რის თქმა მინდოდა, აი ეს სიტუაცია, ხო, მტკივნეულია, რასაც ახლა თქვენ გადიხართ, იმიტომ რომ გავს დაბადებას. გავს იმ წარსული გამოცდილების այս რაღაცნაირად სხეულიდან მოშორებას, ჩამოფერთხვას, ჩამოწმენდას, მაგრამ მერე არის ნათლობა. მერე არის ახალი შთაგონება, ახალი ეტაპი ცხოვრებაში, ხო? მერე არის რაღაცა უზენაესთან შერწყმა
და უზენაესთან თანაცხოვრება. მე არის სიხარული, რომელიც აი ამ უსაშველო და უდიდესი ლაბირინთიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანს ეუფლება. როდესაც სიამაყეს განიცდის, რომ აი ამ ყველა სირთულის მიუხედავად არ გატყდა, არ დაეცა და მაინც შეძლო ფეხზე ადგომა, ხო? აქ თქვენ ეხლა ცხოვრებაში გადიხართ ძალიან ძიმე ეტაპს. კიდევ ერთხელ შეიძლება ზოგმა დაკარგეთ საყვარელი ადამიანი, იმიტომ რომ აქ არის თასების მეფე და თასების რაინდი, მაგრამ ამ ურთიერთობას თუ ესე წავიკითხავთ, შეიძლება დავარქვათ რაღაცნაირი გამოცდილება იმისათვის, რომ თავიდან შეძლოთ რაღაცების შეფასება, არა თუ გადაფასება, არამედ შეფასება და დაფასება. აი როცა ამას გააკეთებთ, მერე უკვე ხდება ძალიან დიდი წყალობა და საჩუქარი თქვენს ცხოვრებაში. აქაც პატარა ბავშვი, აქაც ძღვენია. შემდგომში არის შეყვარებულების არკანი და მერე არის პენტაკლების მეფე, რომელსაც აი აქ თავისი უდიდესი საცავი აქვს. მაგრამ ამ საცავს სანამ გახსნით, სანამ ამ საცავის გასაღებს მოიპოვებთ, სანამ ამ საცავის ბატონ პატრონი გახდებით და ეს საცავი ხართ თავად თქვენ პირველ რიგში. ამ საცავის მართვა უნდა ისწავლოთ. ხომ გინახავთ ადამიანები, რომლებიც მილიონს მოიგებენ ლატარიაში, ესე ერთ ბედნიერ დღეს და ყველას რომ გონია, რომ აი всё დამთავრდა ამ ადამიანის პრობლემები, დასრულდა ამ ადამიანის ტანჯვა, წამება და რაღაცა ახალი იწყება. თავად ამ ადამიანსაც ესე გონია. და ძალიან მოკლე დროში უფრო უარეს ამ მდგომარეობაში აღმოჩენილა, დაუკარგავს ყველაფერი, მათ შორის არა მხოლოდ ფულადი და მატერიალური სახსარი, ხო, არამედ საკუთარ თავი. და ეს ხდება რატომ? იმიტომ რომ როცა ადამიანი მზად არ არის იმ წყალობისთვის, რასაც სამყარო მას სთავაზობს, ის ადამიანი ვერასოდეს ვერ აფასებს ამ ყველაფერს. აფასებს და ყველა მათ შორის მე ესე რიტორიკულად და ისე კი არ გამოდივარ ჭკუის მასწავლებლად. მეც მქონია ცხოვრებაში ესეთი რაღაცა, რომ დამიკარგავს, მე მივხვედრილ ვარ იმის ფასს და ღირებულებას. აი ესეთი სიტუაცია აქ თუ რამე დაკარგეთ, ან თუ რამე რაღაცნაირად არ გეძლევათ ამ ეტაპზე და არ ხელგეწიფებათ, რომ მიიღოთ, დაფიქრდით რატომ ხდება ეს და იყავით სამყაროს მიმართ მადლიერი იმის გამო, რომ განახებთ სად ხართ ახლა და სად შეგიძლია მიხვიდეთ ხვალ და ზეგ. მაგრამ აუცილებლად აი ამ დაბადებით, აი ამ სამსჯავროს ენერგიით და აი ამ მზის ენერგიით, რომელიც ნიშნავს ძველი შაბლონებისგან, ძველი რწმენა წარმოდგენებისგან აბსოლუტურად გათავისუფლებას და ხელახლა დაბადებას. მე გისურვებთ საკუთარ თავში აი ამ ძალის მოძებნას, რომელიც კი ბატონო, გეთანხმებით, რომ მარტივი არ არის, მაგრამ თუ სურვილი ნამდვილია, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია. მე მჯერავს, რომ თქვენ ამას შეძლებთ. შევხვდებით ძალიან მალე, დროებით.